ფაქტობრივად ეს ტროტუარი მთლიანად გადაიკეტა, საქართველოში მაგის გამო დაგიჭერდნენ. გაჩერება აკრძალულია. იქ რომ დაგეშვას საბურავი, წაგიყვანენ რუსები. ეს კონკრეტული მიწის მონაკვეთი არის კერძო საკუთრება, ეკუთვნის ადგილობრივ ადამიანს, რომელმაც უარი თქვა ტერიტორიის გაყიდვაზე. აქ სხვადასხვა ღარბის ცხიმი და გველის ფხვნილი და ესეთი რაღაცები იყიდებოდა. ბოლო სართულზე იყო კგბ-ს ოთახი, საიდანაც ისინი უსმენდნენ ყველა უცხოელს. ფაქტობრივად ეს ტროტუარი მთლიანად გადაიკეტა, საქართველოში მაგის გამო დაგიჭერდნენ, მაგრამ აქაური პოლიციას და ზოგადად ინტერესი დიდი არის ხა. იმდენად ის იყო რომ მე ვერ ვასწრებდი ტელევიზია, რადიოებში სიარულს და ჩატში მიმოწერა ქონდა რომ რაღაცნაირად უნდა გადავნაწილდეთ, თორე ყველაფერს ვერ აუხვალ და ვერ მოვასწრებ. აჩვენებს რამდენად მნიშვნელოვანია ესტონეთისთვის. ხა იმდენად მეგობრული ქვეყანა ვიყავით. ხა საელჩოში მუშაობისას ყოველდღიურად იყო საგარეოს განცხადებები აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე. ყველანაირად ეხლა საერთოდ არ ხდება და თვითონ ესტონელებისთვისაც წარმოუდგენელი არის ამდენად სახეცვლილება ესე უცებ და მაგას განიცდიან ნამდვილად და ჩვენ კიდევ უფრო განვიცდით რახან აქ ცხოვრები ქართველები ვართ და ყოველთვის ესე გვერდში დგომა უცებ აღმოჩნდა რომ ყველაზე დიდი მტრები ესტონელები აღმოჩნდნენ და საელჩო გადის ლამისა ქვეყნიდან. ლამისა გავიდა, გააკეთა განცხადება, გადადის სოფელში. იმედია რაღაცა მაინც შეიცვლება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან უსადკენი არის. ერთ-ერთი მიმართულება ზუსტად ეს არის ჩვენი რომ მოვიზრდოთ რაც შეიძლება მეტი ესტონელი, რომელთაც ძირითადად მშობლები და მათი ბაბუები გადასახლდნენ სხვადასხვა დროს. ძირითადად ეს მოხდა საბჭოთა ოკუპაციის დასაწყისში, შემდეგ ომის დროს, შემდეგ კვლავ გაგრძელდა საბჭოთა ოკუპაცია. ამ დროს ბევრი გადასახლდა შვედეთში, ბევრი წავიდა ამერიკაში და მათი შთამომავლები ცხოვრობენ ახლა იმ ქვეყნებში. ბევრი არის სხვადასხვა ესტონური სახლის წევრი და მათ ვიწვევთ ხოლმე ხშირად რომ ჩამოვიდნენ ესტონეთში და ნახონ აქაური ჩვენი განათლების სისტემა და შესაძლებლობები რა შეიძლება სხვა შესაძლებლობა კი ასევე გვაქვს კავშირი ბიზნეს ორგანიზაციის სხვა ბიზნეს წრეებთან და მოკლედ ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, მაგრამ არა მხოლოდ ეს არის. რა თქმა უნდა, სხვა სტუდენტებსაც და ტალანტებს ვეძებ ზოგადად სოფლიოში, მათ შორის საქართველოში. აქ ახლა ვდგავართ ვირუს შესასვლელთან. ვირუ არის ალბათ რომ ნახეთ ეს ვირუ გეითი ხო, ვირუს კარიბჭე, სახელი რომელიც ასევე მოიხსენიება ესტონეთის სხვა წყაროებში. ფინელები მაგალითად ესტონეთს ესტი, როგორც ესტონელები ესტის ეძახიან, ისე არ მოიხსენებენ, ესტონეთი ფინურად არის ვირო. ასევე ესტონეთში არის ესეთი პატარა რეგიონი, რომელსაც ქვია ასე ვირუმა. და ეს სასტუმროც აგერ წერია ზემოთ ვირუ, რომელიც ოდესღაც თავარი სასტუმრო იყო საბჭოთა დროს, სადაც უცხოელები ჩამოდიოდნენ და რჩებოდნენ და ბოლო სართულზე იყო კგბ-ს ოთახი, საიდანაც ისინი უსმენდნენ ყველა უცხოელს და დღესდღეობით არის მუზეუმი, შეგიძლიათ ეწვიოთ თუ გექნება დრო ამ მოსასმენ ოთახს. კი, ის თვითონ ოთახი, რომელშიც სადაც აპარატურაც არის და ყველაფერი, კი. ასე რომ ბევრგან არის ეგეთ ისტორიები, რომ აი ეგეთ მნიშვნელოვან სასტუმროებში ყველგან ბოლო სართული იყო ეგ რა. კი, შუა საუკუნეების პერიოდიდან აქ რასაც ნახავთ, განსაკუთრებით კედელი, რომელიც გარშემო იყო დაახლოებით 2 კილომეტრის სიგრძის, ერთ-ერთი ყველაზე, რაც არის დარჩენილი, ერთ-ერთი ყველაზე შემორჩენილი შუა საუკუნოვანი კედლის კონსტრუქცია და ფორტიფიკაცია, რაც ევროპაში არსებობს დღესდღეობით. ასე რომ გავუყვებით, ახლა წავთ პირდაპირ, ეს იყო პირველი ერთ-ერთი შესასვლელი აღმოსავლეთიდან ვირუ ერქვა, იმიტომ რომ ისედაც აღმოსავლეთი ვირუელი ვაჭრები შემოდიოდნენ ამ კარიბჭეში, რომელიც იხურებოდა მზის ჩასვლისთანავე და თუ დარჩებოდით გარეთ, შემდეგ უკვე ქალაქში ვეღარ მოხვდებოდით. მაგრამ საინტერესო ამის შესახებ ინფორმაცია მართალი გითხრათ არ მაქვს როგორ იყო ზამთარში, იმიტომ რომ ზამთარში მზე ჩადის 4-9-ზე დღისით.
იყო გაგზავნებული სამუშაო საათები თუ მართლა 4 საათზე იკეთებოდა, ეს არ ვიცით. ან მე არ მაქვს ამ შესახებ ინფორმაცია. ასე რომ ეს ყველაფერი ავთენტიკურია. ნუ რაღაც ნაწილი აღდგენილია, სხვა შორის ძველ ფოტოებზე მაქვს ნანახი, რომ აქ იყო ესეთი უფრო დიდი შენობა, ჩადგარი, რომელიც მეორე შუა საუკუნეებში იყო დამატებული და მერე მოანგრიეს მაგალითად. მაგრამ ნუ ხო, აი ეს შენობა ზუსტად, აი ცენტრში როგორც არის. ვაჭრებს ჰქონდათ თავისი გილდია და ამ გილდიაში ყავდათ ასევე გასამხედროებული ვაჭრებიც. ერთ-ერთი მათგანი ესეთი ორგანიზაცია იყო შავთავიანების საძმო, რომლებიც იცავდნენ ამ ტერიტორიას და გავალთ ნახავთ ეკლესიას, დომინიკელების ეკლესიას, სადაც ისინი ხშირად იკრიბებოდნენ და ამბობენ, რომ ისეთი წვეულებები ჰქონდათ, რომ ხშირად დილას ვერ იღვიძებდნენ, რომ დასაცავ პოსტებზე გამოსულიყვნენ და ამის გამო ჯარიმასაც კი ირყავდნენ ქალაქის მთავრობისგან. და ისევ ჩვენ მოძრაობთ ახლა ქვედა ქალაქში, სადაც დაბალი ფენა ცხოვრობდა, შესაბამისად ვაჭრები და მჭედლები და ასე შემდეგ, ოსტატები და აქ ზირთად აქ მიმდინარეობდა ეს შუა საუკუნოვანი ცხოვრება და ნელ-ნელა აუყვებით ასევე შევალთ შემდეგ უკვე ზედა ქალაქში. აქამდე ესეთი მაღაზიებია სხვადასხვა, აი ვიტრაჟის სახლი მაგალითად. ძირთად სამუშაო ადგილები იყო. აქეთ გვაქვს დომენიკური ეკლესია, რომელიც შიგნით ძალიან საინტერესო, ძალიან ლამაზია, შუა საუკუნოვანი, ყველაფერი შემორჩენილია შიგნით. და აქვე მოღვაწეობდნენ ეს შავთავიანების საძმოს წევრები, მათი ვაჭრები და გასამხედროებული ვაჭრები. აი აქ მაგალითად აქამდე ხო რაღაც ყველას თავის რაღაც ნაწილი ქონდა. ზემოთ ამ კოშკზე აზის ვინმე ტომასი. ტომასი იყო ესტონელი ჯარისკაცი. ზოგან წერია რომ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, არ იყო ჯართან არანაირ შეხება არ ჰქონდა, მაგრამ აი თუნდაც ის სამსერიანი ფილმი რომელიც გადაიღეს აფთიაქარზე, იქაც ტომასი არის გამოყვანილი და იქაც შუბით დარბის ყველგან. ტომასი იყო ჩვეულებრივი ესტონელი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა მშვიდობის სროლის შეჯიბრში და გაიმარჯვა. მაგრამ რადგანაც ის იყო ესტონელი და არ იყო თავადი, არისტოკრატებმა ის გაკიცხეს და გვარიანად ცემეს ასევე. მაგრამ ეს ხმა გავარდა იმის შესახებ, რომ ტომასმა მოიგო ეს ტურნირი და ქალაქის მთავრობამ თხოვა მას, რომ მისცა მას სამსახური და დასვა კოშკზე, რომ რახანის კარგად ხედავდა, კარგი მხედველობა ჰქონდა, ზემოდან გუშაგის როლი მისცა. ესტონელებისთვის ეს ითვლება როგორც ერთ-ერთი ესეთი მამოტივებელი ისტორიაა, რომ აი არაფრისგან ადამიანმა მიაღწია ასეთ მაღალ რანგს. და თუ იმუშავებ და იშრომებ, შეგიძლია ბევრ რამეს მიაღწიო ცხოვრებაში. აი იქით არის ეს აფთიაქი, აქეთ აწერია აპტეკ, ანტიკური აფთიაქი, რომელიც მე-15 საუკუნიდან მოქმედებს. ყველაზე ძველი ერთ-ერთი ყველაზე ძველი აფთიაქია ევროპაში. აი იქით დღემდე ფუნქციონირებს, აქ ფუნქციონირებდა აქ წელიც აწერია 1400 რაღაც. ოჯახი იყო, აფთიაქარი იყო, რომელიც მისი შვილი შვილმა გააგრძელა, მელქიორი ქვია, იმ ფილმს სამსერიანი ფილმია, აი აფთიაქარზე ძალიან მელქიორ. და ნუ მოკლედ ეს შუა საუკუნეების სტალინი ძალიან კარგად არის გადაღებული და ნუ აქ სხვადასხვა ღარბის ცხიმი და გველის ფხვნილი და ესეთი რაღაცები იყიდებოდა. ესტონეთში არიან ასევე პატარა ჯგუფები, ესტონური, როგორც მაგალითად, ასე ვთქვათ, შეიძლება ხო ითქვას, რომ ქართველურ ჯგუფს მიეკუთვნება მაგალითად ლაზური ენობრივებს, რომ შევხედოთ ქართული, მეგრული
სვანური, ასე არის სეტო სამხრეთ ესტონეთში, არის ვირო, ასევე არის კიხნუ, რამდენიმე ესეთი პატარა ერებია, რომელსაც შეინარჩუნეს თავისი ეს იდენტობა და იქ რო ჩახვალ, თავის კულტურას გაჩვენებენ, თავის მუზეუმები აქვთ, თავის მეფე ყავთ, რომელსაც ირჩევენ და ძალიან დიდი სახალისო ფესტივალი აქვთ, ამ მეფის არჩევის დღეები. ხო, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ესე თქვათ, ყველა იცნობს ისეთ ადამიანს ირჩევენ ხოლმე და კოლორიც და ძალიან საინტერესო, მაგრამ საზღვარიც იქვეა. რომ მოგზაურობთ, რომ მოხვდეთ ამ ტერიტორიაზე, უნდა გაიაროთ რუსეთის ტერიტორია. ეს არის ასე უნიკალური რაღაც, რომ საათსეს აბასი ქვია, საათსეს კუდი, რომელიც რუსებმა კუდი დაუტოვეს ესტონეთს, ოდესღაც რომელზეც გადის გზა. შესაბამისად, რომ მიდიხართ სეტომაში, ჩრდილოეთიდან განსაკუთრებით, ეს გზა გავლილი მაქვს მანქანით 1 კილომეტრს გადიხართ რუსეთის ტერიტორიაზე. და რუსეთის ტერიტორიაზე შედიხართ, ყველგან ეს არწივები ჩანს, ყველგან წერია, რომ ახლა იმყოფებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, გაჩერება აკრძალულია. იქ რომ დაგეშვას საბურავი, წაგიყვანენ რუსები. გახვალ ამ ტერიტორიიდან, შემდეგ კიდე არის 30 მეტრიანი მონაკვეთი. და ასევე ყველგან წარწერებით, რომ შედიხარ 30 მეტრი კიდე რუსეთის ტერიტორიაზე და აი ეს პატარა ნაწილები არის, რომელიც მარტივად შეუძლიათ რომ თუ მოუნდებათ გადაკეტონ და უბრალოდ სეტომაში, აი მადგი ესტონეთის რეგიონში ვეღარ მოხვდებით. სეტომა თვითონ ეს რეგიონი ორად არის გაყოფილი და ერთი ნაწილი არის რუსეთში, და ერთი ნაწილი ესტონეთში დარჩა. ნუ ის ოკუპირებულად ითვლიან ესტონელები. სადაც ადგილობრივმა მითხრეს, რომ იქით ფაქტობრივად ასიმილირებულია იქით ნაწილი. და ჩვენს გვიჭირს გადასვლა და ნუ საზღვარზეც ვიყავი და ცოტა ისეთი შემეცოდა ეს ხალხი. ეს კონკრეტული ადგილი, მიწის მონაკვეთი არის კერძო საკუთრება, ეკუთვნის ადგილობრივ ადამიანს, რომელმაც უარი თქვა ტერიტორიის გაყიდვაზე, გასხვისებაზე. ერთი პერიოდი პროტესტის ნიშნად ასევე დათესა კარტოფილი. შემდეგ კი დააყენა ეს კონკრეტული კომბაინი, რომელიც ქართველებმა შეღებეს უკრაინის დროშის ფერებში რამდენიმე წლის წინ. დღესდღეობითაც ერთ-ერთი ცნობილი ლოკაცია, ასევე ტურისტები ხშირად სტუმრობენ ამ ადგილს და წარმოადგენს შეიძლება ითქვას კერძო საკუთრების დაცვის ერთ-ერთ სიმბოლოს.